მოგესალმებით ყველას. დღეს უნდა მოგიყვეთ იმ 10 მანქანაზე, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. Აღმოჩნდა, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებობდა მანქანა, შეიძლება ეს მანქანა ქუჩაში დავინახე, შეიძლება მეგობარს ყავდა, შეიძლება სადღაც ფილმში ვნახე. ყოველთვის არსებობდა ესეთი მანქანა, რომელიც ძალიან მომწონდა. მე არასდროს მომწონებია ამ მანქანის მონაცემები, მანქანების მონაცემებში ვერ ვერკვევი. მანქანები მომწონს ფიზიკურად, როგორ გამოიყურებიან და მომწონს ის ემოცია, რომელიც მაქვს ამ მანქანებთან, რომ რა ემოციას აღძრავს ეს მანქანა ჩემში. ემოციური კავშირი მაქვს მანქანებთან. 10 მანქანა მე როგორ უნდა ჩამოვთვალო მეთქი, იმიტომ რომ არ ვიცი 10 მანქანა საერთოდ. აღმოჩნდა, რომ 10-იც ვიცი და მეტიც ვიცი და ცოტა გამიჭირდა ამ 10-ულის შედგენა. ამოვარჩიე 10 საუკეთესო მანქანა ჩემთვის და მე თქვენ გეტყვით რომელია ეს 10 მანქანა. მე-10 ადგილზე გავიდა ფირუზისფერი Honda Civic. ძველი Honda Civic, სამწუხაროდ რომელ წლიანია ეს Honda Civic არ მახსოვს. მე და ჩემი ძმა ვიყავით პარკინგზე, მოლში ავდიოდით და იქ დავინახე Honda Civic. ანუ იმდენად მშვენიერი იყო ეს მანქანა, რომ დავდექით და ვუყურებდით. ვერ გეტყვით ახლა ის გამო მომეწონა, ფიზიკურად მომეწონა თუ ფერის გამო მომეწონა, ახლა ზოგჯერ მეფიქრება ხოლმე მასზე, ფირუზისფერ Honda Civic-ზე. მე-9 ადგილზე გავიდა Toyota Supra A70. Supra მომწონს ერთადერთი რამის გამო, იმიტომ რომ ფარები აქვს თვალებივით. ჩემი აზრით ძალიან ორიგინალურია, ფარები რომ დამალულია და ღამით რომ ამოდის, ანუ თვალებს რომ ახელს მანქანა. ზუსტად არ მახსოვს სად ვნახე, ზუსტად თვითონ ამ მანქანის სახელიც, Supra. მე-8 ადგილზე გავიდა Mazda MX-5 Miata. მე და ჩემმა ძმამ დავინახეთ თბილისიდან მივდიოდით სოფელში და გზად დავინახეთ უმშვენიერესი რაღაცა მუქი წითელი, ანუ ყველაფერი აქვს ამ მანქანას, რაც შეიძლება გინდოდეს რომ გქონდეს. რაღაცნაირი სულიერი კავშირი მაქვს Mazda-სთან. მე-7 ადგილი, მე-7 და საპატიო ადგილი უჭირავს Dom Toretto's Mustangs. მთელი ცხოვრება მეგონა რომ პირველ ნაწილში, Forsage-ის პირველ ნაწილში Dom Toretto's შავი, უმაგრესი და უმამაკაცურესი მანქანა იყო Mustang-ი. მაგრამ ამ ვიდეოსთვის რომ ვემზადებოდი და მანქანების სახელებს ვეძებდი, აღმოჩნდა რომ ეს მანქანა ყოფილა 1970 წლის Dodge Charger RT. მთელი ცხოვრება მეგონა რომ Dom Toretto პირველ ნაწილში ატარებდა Mustangs, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ეს ყოფილა Dodge, თუმცა ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს მანქანა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. Dom Toretto-ზე ვგიჟდებოდი და Forsage ძალიან მიყვარდა. რაღაც აურა აქვს ამ მანქანას. რაღაცნაირი Dom Toretto-სეული აურა აქვს. მე-6 ადგილზე გავიდა 1965 წლის Ford Mustang GT. იმედია სწორად ვამბობ დასახელებას. ეს კონკრეტული მანქანა აღმოვაჩინე ბავშვობაში, მუსიკას ვუსმენდი ხშირად ტელევიზორში და ეს კლიპი გადიოდა, კრისტენ სტიუარტი არის ამ კლიპში და ატარებს რაღაცა შესანიშნავ მანქანას და ეს კრისტენ სტიუარტი ძალიან მაგრა გამოიყურება და ძალიან მაგარი გოგოა და ეს მანქანაც იყო ულამაზესი. Mustang-ი ძალიან მაგარია, ულამაზესია, ძალიან მომწონს და ამიტომაც იკავებს საპატიო მე-6 ადგილს. 5-ს ხსნის იაპონელი ბებიის Mazda RX-7. Mazda RX-7 არის ძალიან ცნობილი მანქანა. იაპონელი ბებია, იმედი ახლა სწორად მოყვები ამბობს, მაგრამ მგონი ეს ხალი პენსიაზე რომ გავიდა, იყიდა ეს მანქანა 20 წელი თუ მეტი ატარებდა და მერე ისევ ჩააბარა იმ ცენტრს, რომლისგანაც იყიდა Mazda ცენტრს. ეს მანქანა არის სრულიად შეუფერებელი ბებიისთვის, მაგრამ ამ ბებიას ევასებოდათ ყოველას ერთ მანქანები და იყიდა და 20 წელი ატარა. ერთი ეს ისტორია მომეწონა ძალიან და მერე ამ მანქანას რომ შევხედე, კი ბებია, მესმის შენი. მე გავუგე იმ იაპონელ ბები. აუ ამაზე ხა თავიდან უნდა თქვა.
კაი. მეოთხე ადგილზე გავიდა სტაილსის ჯიპი. ვისაც არ გამოგივლიათ თინეიჯერი მგლის პერიოდი და ვისაც არ გინახავთ თინეიჯერი მგელი, ისინი ვერ გაიგებთ ამას. ვისაც გინახავთ, გეცოდინებათ, რომ სტაილსის ჯიპი იყო აი ეს აიკონიკ მანქანა, რომლის გარეშეც არც ეს პერსონაჟი არსებობს და არც თინეიჯერი მგელი არსებობს და რომელიც სტაილსის ჯიპი და საერთოდ ასეთი ხრიგინა მანქანები ძალიან მომწონს. მგონი მანქანებში სტაილსის ჯიპი იყო ჩემი პირველი სიყვარული. ეს იყო პირველი მანქანა, რომელიც შევამჩნიებ. პირველი მანქანა, რომელიც შემეყოლა და პირველი მანქანა, რომელიც მინდოდა რომ ყოლოთ. მესამე ადგილს იკავებს რა ქვია მანქანას? კაი, 2004 წლის Subaru Impreza, ეგრეთ წოდებული Blobai. ეს არის მანქანა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა მანქანებზე. ეს არის მანქანა, რომელიც შემეყვარდა ერთი განახვით და ეს არის მანქანა, რომელმაც მანქანებზე ფიქრი დამაწყებინა. მანქანა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამ მანქანის განხილვებსაც კი ვუყურე. ამ მანქანას რომ შევხედე, მივხვდი რა მუღამი აქვს მაგარი მანქანა რო ყავს, აი მაგას. მეორე ადგილზე გავიდა მანქანა, რომელიც აუცილებლად მეყოლება, ეს არის ისევ Subaru Impreza, ოღონდ 2001 წლის, ეგრეთ წოდებული Bug-Eye. ხანს ვჭობდი ამ ორი მანქანიდან რომელი მინდოდა მყოლოდა. საბოლოოდ მივხვდი რომ Bug-Eye არის მანქანა, რომელსაც მე უნდა ვატარებდი რა. ალბათ გაინტერესებთ ახლა ეს ასე თუ მინდა ეს მანქანა და ასე თუ მოწონს ეს მანქანა, მეორე ადგილზე რატომ გავიყვანე? იმიტომ, რომ პირველ ადგილზე გავიდა უკვდავი მანქანა, რომელიც ჩემ ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო, მანქანა, რომელიც დღემდე მიყვარს და მანქანა, რომელიც დამატარებდა ბავშვობაში. ეს არის ბაბუაჩემის ჟიგული. მეცა რაფერ ქვია 06. ჩვენს ენაზე რო ვთქვა, ეგრეთ წოდებული 06. სიგიჟემდე მიყვარს ეს მანქანა. მე ვფიქრობ ძალიან დაუფასებელი მანქანა. როდ მიყვარს. მიცოდნა რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლება. მყავს ისეთი მანქანებიც, რომლებიც ძალიან არ მომწონს. ხვდები ადამიანები რატომ ყიდულობენ საერთოდ მაგ მანქანებს. თუ დაგაინტერესებთ, მაგასაც გეტყვით.